სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საქართველოს თბილისის საკრებულოს წევრი ზვიად კუპრავა დააკავა. საქმე ეხება 30 სექტემბრის მიმართვას, რომელიც მან სოციალური ქსელით გაავრცელა. 100,000-ობით ადამიანმა გადაწყვიტა 4 ოქტომბერს დაამხოს ივანიშვილი, მათ შორის მეც. ჩვენი ტაქტიკური ამოცანა არის 4 ოქტომბერს ჩაიშალოს რუსული სპეცოპერაცია, ამბობს ვიდეოში ნაციონალური მოძრაობის წევრი. კუპრავა სავარაუდოდ ნაცემია, სუში ამბობენ, რომ პოლიტიკოსმა დაკავების მომენტში წინააღმდეგობის გაწევა სცადა. კონკრეტულად ის რის გამო აიყო ოპოზიციონერი დეპუტატი. დეტალებს გიორგი კვიჟინაძე მოგვიყვება, ის ახლა ფორმულას ეთერს უერთდება. სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის ზვიად კუპრავას დაკავების მიზეზად გახდა სწორედ კუპრავას მიერ გამოქვეყნებული ვიდეო, რომელიც მან სოციალურ ქსელში გუშინ გაავრცელა და ის საჯაროდ საუბრობდა 4 ოქტომბერთან დაკავშირებით. ზვიად კუპრავას დაკავება დღეს განხორციელდა, ის ავტომობილით გადაადგილდებოდა, როდესაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები მასთან მივიდნენ. ასევე ზვიად კუპრავა მოასწრო მცირე ვიდეოს გადაღება დაკავების პროცესის, ჩანს კადრებში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები და ასევე მათი ქმედებები, თუ როგორ ამტვრევენ ზვიად კუპრავას ავტომობილის კარის მინას და ისე ცდილობენ, რომ გააღონ ავტომობილი. ეს კადრები ზვიად კუპრავამ გაუგზავნა მის ახლობლებს, რომლებაც შემდგომში გაავრცელეს აღნიშნული ჩანაწერები. ასევე ზვიად კუპრავას დაკავებას გამოეხმაურა ერთიანი ნაციონალური მოძრაობა. პარტიაში კიდევ ერთხელ აცხადებენ, რომ ივანიშვილის ხელისუფლებამ წაშალა ყველა წითელი ხაზი და ხელისუფლებაში მოსვლის პირველივე დღიდან ზღუდავს ქართული ოცნება, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება. შესაბამისად, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა აცხადებს განცხადებაში, რომ 4 ოქტომბერს შეიკრიბება რუსთაველის გამზირზე ქართული ხალხი და კიდევ ერთხელ ეთქვის ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილის რეჟიმს ქართული ხალხი, რომ ისინი უნდა წავიდნენ და ეს საპროტესტო აქცია იქნება პარტიის თქმით მშვიდობიანი და კონსტიტუციის ფარგლებში. ასევე ნაციონალური მოძრაობის განცხადების მიხედვით ის უსამართლობა, რომელსაც ჩადის ქართული ოცნების ხელისუფლება 13 წლის განმავლობაში დასრულდება ძალიან მალე. ვიდეო მეგობრებო იწყება ჩემი დაკავების სპეცოპერაცია, აგერ არიან შუშის ჩამტრევით მემხრებიან და რა უნდათ ვერ გავიგე, ხატია გარეთ არის წივის. რატო ლეწავთ შუშას, მანქანის შუშას, რატომ ლეწავთ? რატომ ლეწავთ მანქანის შუშას? რატომ ლეწავთ მანქანის შუშას? მოღალატე კრიმინალთა რუსული ბანდა პოლიტიკური ნიშნით რეპრესიებს აგრძელებს. დღეს მათ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თბილისის საკრებულოს ფრაქციის წევრი ზვიად კუპრავა დააკავეს. ივანიშვილის ხელისუფლებისთვის ყველა წითელი ხაზი წაშლილია. ისინი მოსვლის დღიდანვე არ აღიარებენ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას. ზღუდავენ კონსტიტუციურ უფლებებს და ჩვენს მოქალაქეებს პოლიტიკური განცხადებების გამო ციხეში უშვებენ. ივანიშვილის ბანდას შიში 4 ოქტომბრის მოახლოებამ კიდევ უფრო გაუმძაფრა, ამიტომ მნიშვნელოვანია დარჩენილ დღეებში არ აყვეთ ხელისუფლების მიერ ორგანიზებულ პროვოკაციებს. 4 ოქტომბერს ქართველი ხალხი იკრიბება რუსთაველის გამზირზე, სადაც რუსეთის მარიონეტულ ხელისუფლებას თავის სათქმელს მშვიდობიანად, კანონიერად, კონსტიტუციურად ეტყვის. ამ ყველაფერს ერთხელ და სამუდამოდ ბოლოს სულ მალე მოეღება. ყველა პოლიტიკური პატიმარი გათავისუფლდება და დავუბრუნდებით ერთიანი, ძლიერი, თავისუფალი, დამოუკიდებელი, ევროპული, ღირსეული საქართველოს მშენებლობას. ზვიად კუპრავას დაკავების შესახებ განცხადება გააკეთა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მამუკა მდინარაძის პირველმა მოადგილემ. მისი თქმით, ზვიად კუპრავას საჯარო მოწოდება გახდა და ის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ვიდეო გახდა დაკავების მიზეზი, რომელიც მან გუშინ გაავრცელა საკუთარ Facebook გვერდზე, სადაც ზვიად კუპრავა საუბრობდა 4 ოქტომბერთან დაკავშირებით. როგორც მდინარაძის პირველი მოადგილე აცხადებს, კუპრავა საჯაროდ უწოდებდა საზოგადოებას სახელმწიფო გადატრიალებისკენ და სწორედ აქედან გამომდინარე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ დაეკავებინათ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საკრებულოს თბილისის ფრაქციის წევრი. რაც შეეხება სხვა მტკიცებულებებს, რა მტკიცებულებები აქვს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს კუპრაძის წინააღმდეგ, ამ კითხვაზე პასუხი ვერ მივიღეთ. მალევე გაიქცა მამუკა მდინარაძის მოადგილე მას შემდეგ, რაც საკუთარი სათქმელი თქვა, თუმცა საკმაოდ
საინტერესოა მაშინ, როდესაც საზოგადოება სოციალურ ქსელში ღიად აფიქსირებს საკუთარ პოზიციას 4 ოქტომბერთან დაკავშირებით, როგორც ჩანს, საგამოძიებო უწყებას სხვა ინფორმაცია, სხვა დამატებითი მტკიცებულება არ გააჩნია იმისათვის, რომ პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები წარმართოს და მტკიცებულებების საფუძველზე დააკავონ ადამიანები და სწორედ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ვიდეოს საფუძველზე ხდება მათი დაკავება და სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება. გამოძიების მასალების მიხედვით 2025 წლის 30 სექტემბერს ზვიად კუპრავა სოციალურ ქსელში განათავსა ვიდეო, სადაც მან მოქალაქეებს მოუწოდა 4 ოქტომბრის არჩევნების ჩაშლისა და სახელმწიფო ხელისუფლების გადატრიალებისკენ. აღნიშნული მოწოდების დანაშაულებრივი ბუნების შესანიღბად მან შესაბამისი პასუხისმგებლობის თავიდან არიდების მიზნით მან არჩევნები რუსულ სპეცოპერაციად, საარჩევნო უბანი სპეცოპერაციის პუნქტად, ხოლო სახელმწიფო ხელისუფლებამ ივანიშვილად მოიხსენია, რაც ბუნებრივია ვერ გამორიცხავს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ქმედების დანაშაულებრივობას. საგულისხმოა, რომ ვიდეო მიმართვაში დანაშაულის ჩადენის მოტივიც დაასახელა. ულტიმატუმი წაუყენა სახელმწიფო ხელისუფლებას, რომ პატიმრობიდან გათავისუფლდეს მჟავრდებული მიხეილ სააკაშვილი და მის მიერ პოლიტპატიმრებად მოხსენიებული სხვა ბრალდებულები თუ მჟავრდებულები. გარდა სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებისა, ბრალდებული აანონსებდა სხვა დანაშაულის ჩადენასაც, რომელიც გათვალისწინებულია სისხლის სამართლის კოდექსის 162 მუხლით, რაც ძალადობით ან ძალადობის მუქარით არჩევნებში ნების განხორციელებისთვის ხელის შეშლას გულისხმობს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ყურადღებით შეისწავლის ყველა მსგავს განცხადებას თუ დანაშაულებრივი მიზნით განხორციელებულ ქმედებას მათი სამართლებრივი შეფასებისა და შესაბამისი რეაგირების მიზნით. მადლობა ყურადღებისთვის. მოკლედ ზვიად კუპრავა არის დაკავებული, ჯერჯერობით მისთვის ბრალი ოფიციალურად არ წაუყენებიათ, სავარაუდოდ დღეს ან ხვალ მოხდება მისთვის ბრალის წარდგენა, ჯერჯერობით როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, ადვოკატიც არ შესულა დაკავების იზოლატორში და არ უნახავს ჯერჯერობით ზვიად კუპრავა. საინტერესოა, როგორი იქნება მისი პოზიცია დაკავებასთან დაკავშირებით და სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, განახლებულ ინფორმაციას ჩვენს მაყურებელს მივაწვდით.